მოგესალმებით, ეს არის კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამთა გაზაშვილი გაგაცნობთ. ბათუმში გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უძღვებაში აცხადება, რომ მოკვლევა ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. საქართველოსთვის ლიდერს თავს გვიაღამით ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით გიორგი გახარიას ქართული ოცნების წევრები დაუპირისპირდნენ. ოპოზიციური პარტიის ლიდერის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. იქ იმის განცხადებით პოლიტიკოს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს, თუმცა მან კლინიკა უკვე დატოვა. შოთა პალავანდიშვილი გაგაცნობთ უახლეს ინფორმაციას. შოთა, პირველ რიგში რასაც ხადებენ გახარიას გუნდში? ჯერჯერობით სატელევიზიო კომენტარი გიორგი გახარიას თანაგუნდელებს არ გაუკეთებია, თუმცა პარტიამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, სადაც გმობენ ძალადობას და ითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს გამოძიება და ყველა იმ დეტალისა და გარემოების შესწავლა, რომელიც სასტუმრო შერატონში დაფიქსირდა. გახარიას გუნდი გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. თავად გიორგი გახარიამაც მცირე Facebook პოსტით, ასე ვთქვათ, შეაჯამა მოვლენები და გამოაქვეყნა რამდენიმე წუთის წინ. ამბობს პოლიტიკოსი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დანარჩენზე საუბარს კი სამომავლო და ანონსებს. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ ნორმალურად ვარ. დღეს პირველ რიგში უკანონო პატიმრებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა, დანარჩენი მოგვიანებით. გიორგი გახარიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთა მმართველ გუნდში. ქართული ოცნების წევრები განმარტავენ, რომ პოლიტიკური ნიშნით არ ყოფილა დაპირისპირება. მათი ინფორმაციით, მათი თქმით, ელოდებიან გამოძიებას და ამავდროულად ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ყველა დეტალი ობიექტურად გაირკვეს. ეს არ არის პოლიტიკური ანგარიშსორება, ეს არის კონფლიქტი, რომელიც მოხდა კონკრეტულად სასტუმროში დავალოდოთ გამოძიებას. ძალადობა არის მიუღებელი, ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი არის დასაქმები. მე არ მისაუბრეთ ჩემ თანაგუნდელებთან, მეც ველოდები გამოძიების შედეგებს. მე მაქვს ის ინფორმაცია, რაც გავრცელდა მედიაში, მე სხვა ინფორმაცია არ მაქვს. ექს-პრემიერზე თავდასხმის შესახებ დღეს განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც. ლევან იოსელიანი სამართალდამცავ ორგანოებს თხოვს, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ამ საქმის გამოძიება, რათა არ მიეცეს მას პრეცედენტული ხასიათი. ლევან იოსელიანის განცხადებასთან ერთად ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მადლობა, შოთა პალავანდიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. თავდასხმა გვიანღამით ბათუმში სასტუმრო შერატონში მოხდა. პარტია საქართველოსთვის წევრების განცხადებით თავდასხმაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. გიორგი გახარია სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით დაუდგენელია მიზეზები, რა მოხდა, როგორ მოხდა. ფაქტი ის არის, რომ თავდასხმა მოხდა და შემდეგი სხვა დეტალები არ ვიცით რა მოხდა. ვინ იყო თავდასხმები რა სამყარო? არ ვიცით, არაფერი არ ვიცით ჯერჯერობით. საერთოდ არაფერი არ ვიცით. ვისე მოხდა, რომელი პირი იყო რა მიზეზით და ეს? არ ვიცით, გავრცელებული ინფორმაციით, არაერთი პიროვნება იყო, არ ვიცი რამდენი იყო, მაგრამ ცოტა არის. შერატონში, სასტუმროში მოხდა შერატონში, შეგიძლიათ დანარჩენი ინფორმაცია აიღოთ. თუ გარეთ იბარებოდა? შერატონში შიგნით ფოიეში. ფოიეში მოხდა შიგნით, უნდა იყოს კამერების ჩანაწერებიც და უნდა იყოს ყველაფერის და ველოდების შესაბამის ორგანოებისგან შესაბამის ინფორმაცია. სახის არეში ხონდა დაზიანებები, მისი გადმოცემით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩაუტარდა კვლევები, აბსოლუტურად იყო კონტაქტური, ადეკვატური დაზიანება ქონდა სახის არეში. როგორ შეგვიძლია ეს ამერიცალის მძიმედ იყო სტაბილურად თუ როგორ? თქვენ გაწერეთ საშუალო სიმძიმით. საოპერაციო შემთხვევა, მძიმე შემთხვევა არ იყო. მაგრამ იყო ცხვირის ცვლილების მოტახილება. ამავე სასტუმროში დაუპირისპირდნენ ჟურნალისტს და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეგიონული ოფისების მენეჯერ ზვიად ქორიძეს. ისყვება, რომ თავს დაესხნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები და მათი თანხმლები პირები. ვითარება სასტუმროს დაცვის ჩარევის შემდეგ განიმუხტა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, უკვე დაწყებულია გამოძიება. დავინახე, რომ აი აქ პირდაპირ როიალი ამ როიალთან მოვიდა
თავის თანხმობ ქალბატონთან ერთად დიმიტრი სამხარაძე, მე მივიდა იმ მაგიდასთან. ყველა იმ მაგიდიდან აიშანენ ადამიანები და ახლობით 10-12 კაცი იქნებოდა, ახლა მაგის თვლა არ დამიწყია და დაიძნენ ჩემსკენ. მე როდესაც მივედი, მიუახლოვდი უკვე ლობის მაგიდას და დაცვას ვთხოვე, დახმარება დაცვა გამოვარდა. დროულად მოახერხეს ის, რომ შეეცადნენ, რომ ისინი გაეცილებიათ ჩემგან, იყო მუხარა, იყო გინება და ამის შემდეგ დაცვამ გამიყვანა, იყო ერთი ეს მცდელობა, რომ ეს რაღაც ნივთი მომართეს, რომელთაც ეს სათვალე გატყდა და აი აქ მაქვს ეს დაზიანება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების ოფიციალური ვიზიტი თბილისში გრძელდება. ამ წუთებში მიმდინარეობს შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, ხვალ არის დაგეგმილი ოპოზიციის მოსმენა. ქართულ ოცნებას პროდუქტიული შეხვედრის მოლოდინი აქვს. გეგმავენ საუბრის დროს ყურადღება დაუთმონ იმ ნაბიჯებს, რაც მათივე თქმით ევროინტეგრაციის მიმართულებით გადაიდგა. დელეგაციამ ვიზიტი გუშინ მესამე სექტორთან საუბრი დაიწყო. ევროსაბჭომ პრეს-რელიზი წინასწარ გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ ვიზიტი არ უნდა განეხილებოდეს მხარდაჭერა და ლეგიტიმურობისადმი ან იმ თანამოსაუბრეთა შეხედულებებისადმი, რომლებსაც ასამბლეის წევრები შეხვდებიან. მირიან გორგოძეა მეტი ინფორმაციით პირდაპირ ეთერში. მირიან გისმენთ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების ვიზიტი გრძელდება და სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში, საათზე მეტი გაგრძელდა ეს შეხვედრა. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილმა უმასპინძლა საქართველოს საკითხებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამოხსენებლებს კლოდ კერნის და ედიტ ესტრელას იმ განცხადებაში, რომელიც თბილისში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით, ნათქვამია, რომ ვიზიტის მიზანია შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამოხსენებლები ხვდებიან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს, მათ გამართეს უკვე შეხვედრა გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, დაგეგმილია ასევე აუდიენცია ხვალ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებთან, როგორც უკვე ვისაუბრეთ ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარესთან და ასევე განსაზღვრულია, რომ დღის მეორე ნახევარში დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან უმრავლესობის წევრებს. მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მათ აქვთ ძალიან კარგი შესაძლებლობა პირადად მიაწოდონ ინფორმაცია მონიტორინგის თანამოხსენებლებს საქართველოში არსებული პოლიტიკური პროცესების შესახებ. ევროპის საბჭოს დელეგაციის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენ იცით, რომ ეს არის ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტის გაგრძელება ერთგვარი, რადგან მაშინაც პრემიერ-მინისტრთან შეთანხმდეს, რომ ეს ვიზიტი შედგებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს წარმომადგენლები შეხვდნენ ოპოზიციას, შეხვდნენ სამოქალაქო სექტორს, შეხვდებიან ხელისუფლებას და სრული სურათი ექნებათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ჩვენ მივაწვით, მათ თქმა უნდა, დეტალური ინფორმაციას და მივაწვით იმ ინფორმაციას, რომელიც არის სიმართლე, განსხვავებით იმ ინფორმაციისა, რომელსაც შეიძლება მათ მიაწოდეს ან ოპოზიციამ, ან სამოქალაქო სექტორმა, ამიტომ დაველოდოთ ვიზიტის დასრულებას და ვიზიტის შედეგებს. ვიზიტის ფორმატში ასევე განსაზღვრულია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები შეხვდებიან თბილისში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ კონკრეტულ პირებს. მადლობა მირიან გორგოძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. გრძელდება სარეკლამო კომპანია ლიმონის დამფუძნებლის გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო პროცესი. დღევანდელ სხდომაზე მხარებმა დასკვნითი სიტყვა უნდა თქვან. სავარაუდოდ სასამართლოს თავად დაკავებულიც მიმართავს. გიორგი ოკმელაშვილი 15 მაისს დააკავეს პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით შემდეგ. ბრალი გამოძიება მას მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასაც ედავება. დღეს გვაქვს მოლოდინი, რომ მოგვეცემა შესაძლებლობა მხარეები წავსდგეთ დასკვნით სიტყვებით სასამართლოს წინაშე. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს შაბლონური მტკიცებულებები. ბრალდების მხარეს მტკიცებულებებში არის წარმოდგენილი არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, სხვას ყველაფერს თავი რო დავანებოთ, თავად მათი მტკიცებულება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საქმეს დადგეს გამოტყუნებელი განაჩენი.
გურჯაანში სატვირთო მანქანა გადაბრუნდა, გარდაცვლილია 4 ადამიანის შემთხვევა ბაკურ-ციხე-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე. ვარჯიშხევთან მოხდა წინასწარი ვერსიით, სატვირთოს მძღოლმა საჭა ვერ დაიმორჩილა, მოზრდა და მსუბუქ ავტომობილს დაეცა. შედეგად მანქანაში მყოფი 4 ადამიანი გარდაიცვალა, 1 დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული, მიმდინარეობს გამოძიება. მერია გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდია სახელობის სანაპირომდე არსებულ გზას გააფართოვებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის ხდომაზე ისაუბრა. კახაკალაძის განცხადებით, ლაგუნავერეს მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ პრობლემური მონაკვეთია, განსაკუთრებით პიკის საათებში, ამიტომ ადგილზე სარეაბილიტაციო პროექტი დაიგეგმა. სამუშაოებს მისივე თქმით ძირითადად ღამეს შეასრულებენ, დაგეგმილია პროექტის 2 თვეში განხორციელება. მირთა მოედანზე ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ნაწილის რეაბილიტაციის დაწყებას ვაპირებთ. სარეაბილიტაციო არეალი გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდია სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. ამ პროექტის ფარგლებში ესე იგი მოხდება გზის გაფართოება და სრული რეაბილიტაცია, ასევე გარეგანათების ქსელი მოეწყობა ახალი სანათებით, ახალი ბოძები და თავისი ლედსანათებით. მოგვიწია გარკვეული არეალების გამოსყიდვა, იქ იყო ბენზინგასამართი სადგურები, მოვახდინეთ ადგილმონაცვლეობა. აღნიშნული პროექტი მოგცემს შესაძლებლობას, რომ დღეს არსებული ვითარება, რაც არის გადაადგილების თვალსაზრისით უდიდეს პრობლემას წარმოადგენს კონკრეტულად აღნიშნული კვანძი, მოგცემს იმის საშუალებას, რომ უფრო გამართული იყოს და შედარებით უფრო თავისუფლად იქნება გადაადგილება შესაძლებელი. ოკუპანტმა ხერსონის ოლქი დაბომბა, დაიღუპა 2 და დაშავდა 4 ადამიანი. თავდასხმა განხორციელდა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებში. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე სულ 158 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, გერმანიამ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცა, რომელშიც სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო მასალა, დიდი რაოდენობით დრონები და ჯავშან ტექნიკა. როდესაც ჯარში ჩვენი ხალხის რაოდენობის ზრდაზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ პირველ რიგში ჩვენი ბრიგადები დღეის მდგომარეობით საკმარისად აღჭურვილი არ არიან. უნდა აღჭურვოთ შესაბამისი სამხედრო ტექნიკით. ყველა ეს მოთხოვნა ჩვენს პარტნიორებს უკვე აქვთ. ვფიქრობ, ეს მთავარი საკითხია. ჩვენი ხალხი დაცული უნდა იყოს. ამას გარდა მათ შესაბამისი იარაღი და ცოდნა სჭირდებათ. სწორედ ეს უნდა უზრუნველყონ ჩვენმა პარტნიორებმა პირველ რიგში. არ დავასახელებ ზუსტ რიცხვს, რადგან ეს საფრთხის შემცველია, თუმცა ბრძოლის ველზე ჩვენ გვყავს 100-ზე მეტი ბრიგადა და თითოეული მათგანი ყოველდღიურად საჭიროებს აღჭურვილობას და ტექნიკას. ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება. გასული დღის განმავლობაში ანკლავში 27 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება ჰამას შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლება დასრულდეს. ეგვიპტესა და ყატარის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია. როიტერის ინფორმაციით, მხარეებმა ისრაელსა და ჰამას შეთანხმების საბოლოო ტექსტი დასამტკიცებლად უკვე გადასცეს. მოლაპარაკების შედეგად მხარეებმა პირობები წარადგინეს. ცნობილია, რომ ჰამასი მძევლებს ღაზის სექტორიდან სახალის სამხედროების გაყვანის გარეშე არ დააბრუნებს. მაგიდაზე დევს სამეტაპიანი შეთანხმება, რომლის მიხედვით ისრაელის საპატიმროებიდან ასობით პალესტინელი ქალის და მოზარდის გათავისუფლების სანაცვლოდ ჰამასი 6 კვირის განმავლობაში ეტაპობრივად გაათავისუფლებს 33 მძეველს. შეთანხმების თანახმად ღაზაში ყოველდღიურად ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული 600 მანქანა შევა. საკითხზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ეს დღეებისა საათების საკითხია და პასუხის მიღებისთანავე ისრაელი მოქმედებებს დაიწყებს. ამერიკის შეერთებული შტატებმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს. ვაშინგტონში დოკუმენტს ხელი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოაწერეს. ხელმოწერის შემდეგ ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვანი ეტაპია სომხეთსა და ამერიკის ურთიერთობებში. არარატ მირზოიანმა კი თქვა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას უფრო ამბიციურს ხდის. მისივე განმარტებით, შტატებს და სომხეთს შორის ურთიერთობები, რომელიც საერთო ღირებულებებს და ორმხრივ ინტერესებს ეფუძნება, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა. სამხრეთ კორეის გადაყენებული პრეზიდენტი დააკავეს. იუნ სუკ იოლს ბრალად საომარი მდგომარეობის უკანონოდ გამოცხადება კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ, ამბოხება და სახელმწიფო ღალატი ედება. დაკავებისას იყო შეტაკებების პოლიციასა და მხარდამჭერებს შორის. დაშავდა 1 ადამიანი.
კალიფორნიაში ხანძარს 25 ადამიანის სიცოცხლე მსხვერპლად 13 მოქალაქე უგზო-უკლოდ არის დაკარგული. მასშტაბურმა სტიქიამ შტატის ქალაქებსა და დასახლებებში 23,000 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. ქრობის პროცესის პარალელურად რისკის ზონაში სამძებრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სტიქიის გავრცელების არეალი 90,000 კვადრატულ კილომეტრზე მეტია. ქრობის პროცესს რთული რელიეფი და ძლიერი ქარი ართულებს. მეტეოროლოგების პროგნოზით ქარიშხალი, რომელიც ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს, გაძლიერდება და მისი სიჩქარე საათში 113 კილომეტრი იქნება. და ისევ საქართველოს ხანძარი იყო დიდ დიღომში, ცეცხლის საცხოვრებელი კორპუსის მე-11 სართულზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ჯგუფები. გამოწვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მე-11 სართულზე გაჩნდა საშრობში ცეცხლი. არავინ არ დაშავებულა, როგორც ვიცი, დაიწვა მარტო თვითონ ეს საშრობი, იქ დალაგებული რაღაც ხარახურები. სახანძროები დროულად მოვიდნენ კი, სასტრაფოც მალე მოყვა, პოლიციაც, რა ვიცი, ყველა დროულად მოვიდა და რა ვიცი, ძალიან სწრაფად ჩააქრეს. აფხაზეთის მთავრობაში საგანგებოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები ორთაჭალაში მოხდარი აფეთქების ადგილზე იმყოფებოდნენ. ოფიციალური ინფორმაციით ისინი კიდევ ერთხელ შეხვდნენ დაზარალებულ მოსახლეობას. შემთხვევა გუშინ გამთენისას მოხდა, აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი მოქალაქე, არიან დაშავებულებიც. შენობაში მცხოვრები მოსახლეობა გაყვანილია დროებით საცხოვრებელში. ადგილზე გავიცანით არსებულ ვითარებას, მჭიდროდ თანამშრომლობთ თბილისის მერიასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და სხვა ცენტრალური ხელისუფლების უწყებებთან. ამ მომენტისათვის თითოეული მაცხოვრებელი დაბინავებულია. შექმნილია ჯგუფი, სამუშაო ჯგუფი, თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, მინისტრებით. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვსწავლობთ ადგილზე ვითარებას. რაც შეეხება თვითონ ამ კორპუსს და ადგილზე ვითარებას, შესაბამის კომისიები შეისწავლიან, ემოს დაწერენ და გააკეთებენ დასკვნებს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი უკვე აღდგენითი სამუშაოების შესრულება. ილონ მასკის SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორი საქართველოს რეგიონულ ციფრულ ჰაბად-ქცევის შესაძლებლობაზე საუბრობს. სტეფან ნელსონმა ამის შესახებ ინტერნეტ მმართველობის გლობალური ფორუმის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით გამართულ სესიაზე ისაუბრა. მანვე განმარტა ისიც, რომ ციფრული დერეფნები თანამედროვე აბრეშუმის გზების ფუნქციას ასრულებენ. ამ კონტექსტში მან სწორედ საქართველოს პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე ასრულებდა რეგიონებს შორის გამტარის როლს. დღეს კი მისი გეოგრაფიული უპირატესობა ახალ მნიშვნელობას იძენს. კომუნიკაციების კომისიის აქტიურმა და პროგრესულმა მიდგომამ შექმნა ხელსაყრელი გარემო ისეთი ახალი თაობის ტექნოლოგიებისთვის, როგორიცაა Starlink და ამით მთელი ქვეყნის მასშტაბით მისცა მოსახლეობას წვდომა მაღალი სიჩქარის და დაბალი დაყოვნების ინტერნეტ კავშირზე. მაღალმთიან სოფლებში, როგორებსაც მაგალითად სვანეთსა და თუშეთში ვხვდებით, სადაც ტრადიციული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ნაკლებობით ხალხმა 10 წლეულების მანძილზე იზარალა, დღეს Starlink-ის მეშვეობით უკვე ხელმისაწვდომია 100-200 მეგაბიტ წამის სიჩქარის 20 მილი წამამდე დაყოვნების ინტერნეტი. საქართველოს მდიდარი მემკვიდრეობის სტრატეგიული ლოკაციის კომუნიკაციების კომისიის ინოვაციური და მოქნილი მიდგომისა და Starlink-ის მოწინავე ტექნოლოგიის შერწყმა ქმნის ძლიერ საფუძველს მდგრადი განვითარებისთვის. კომუნიკაციების კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით კი ამ ტექნოლოგიების შემოტანა 2025 წელს საქართველოშიც იგეგმება. კანსეროუზის საქართველოში ჩამოდის Starlink Georgia ახალ სეზონს აანონსებს. ღორისძიების ლოკაცია ჩეკვეთილში მდებარე პარკ ციცინათელას პარკინგის ტერიტორია შეირჩა, რომელიც 40,000 მელომანს დაიტევს. Starlink Georgia-ს წლევანდელ კამპანიას ეწოდება გურია მთავარ როლში. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. დღის ყველა სიახლე ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ რუსთავი 2G-ზე. ჩვენს ეთერს ახლა განაგრძობს გადაცემა შუადღე.